პარტიაში გახარია საქართველოსთვის აცხადებენ, რომ ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევები, მკვლელობები, სროლა, ფემიციდი, დაჭრის ფაქტები და ნარკოტიკებით გარდაცვალების ფაქტების საგრძნობლად გაზრდილია. როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ჭანტურიამ სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, ეს ხდება იმიტომ, რომ სისტემა გამოიყენება არა მოქალაქეების დაცვის, არამედ მათი დაშინების და დევნის ინსტრუმენტად. ქვეყანაში ადამიანები თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტი არა მოქალაქეებზე ზრუნვა, კრიმინალთან, ავტოსაგზაო შემთხვევებთან და ნარკოტიკებთან ბრძოლა და პრევენცია, არამედ ოცნების ვიწრო პარტიული ინტერესების დაცვა. ტროტუარზე მყოფი ადამიანების დაკავება, მშვიდობიანი მოქალაქეების ჯგუფურად ცემა, დაშინება და მოქალაქეების Facebook-ზე კრიტიკული პოსტების სკროლას ქრინვა გახდა. ამ ყველაფრის გამო სამართალდამცავი სისტემა თავის ფუნქციას ფაქტია რომ ვეღარ ასრულებს. ფაქტია რომ მარტის აქციების პერიოდში, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო მიძალადა საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებზე და შემდეგ ორდენები დააჯილდოვა მოძალადეები, ამის შემდეგ სამინისტრო ჩამოშლილია ყველანაირი წესრიგი. მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს. ფაქტია, რომ დღეს დაცული ამ ქვეყანაში არავინაა. სამართალდამცავი სისტემები მოშლილია და მათი პრიორიტეტები აცდენილია მათ რეალურ პასუხისმგებლობებს. ასეთ მძიმე ვითარებაში თითოეული ჩვენგანი ვალდებულია მეტი სიფრთხილე და თანადგომა გამოვიჩინოთ.